ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რწმენისა და სინანულის სათნოებებზე, მათ ურთიერთმიმართებაზე და აი ამ თემას კარგად ეხმიანება და კარგად არის ეს თემა ესეთი გამოვლენილი, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას მისი მნიშვნელობა კარგად ჩანს. დიდმარხვის მეორე შვიდეულის კვირადღის წირვის სახარებაში ამ სახარებას ეწოდება სახარება განღვეულის შესახებ. ეს არის მარკოზის სახარება მეორე თავის პირველიდან მე-12 მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. და შევიდა კვალად კაპერნაუმთ შემდგომად მცირედთა დღეთა და ესმა რამე თუ სახსაშინა არს. და მეხსეულად შეკრმა მუნ სიმრავლე ერისა, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ და ეტყოდა მათ სიტყვასა. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განღვეული ზეკიდებული 4-თაგან. და ვით არ ვერ შეუძლეს მიახლებათ მისა ერისა მისგან, აღზარცვეს სართული სახლისა მის, სადა იგი იყო და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განღვეული იგი. და იხილა იესოს არწმუნოება იგი მათი და რქუა განღვეულსა მას, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი. აი აქ ვფიქრობთ შევჩერდეთ, ეს არის მე-5 მუხლის ჩათვლით წავიკითხეთ. ეს არის პირველი ნაწილი ამ სახარებისა. ესე იგი, როგორც უკვე აქ სახარებიდან გებულობთ, ჩვენს მიერ წაკითხული ტექსტიდან, მაცხოვარი შედის ქალაქ კაპარნაუმში, როგორც წესი, როცა იგი მისი მოგზაურობის დროს მას ძალიან ბევრი ხალხი დაყვებოდა თან და როცა იგი ჩერდებოდა ქალაქში, ჩერდებოდა რომელიმე ესეთი ღვთისმოსავი ადამიანის ოჯახში, ან ეს მოწაფეები იყვნენ მისი და მათი ახლობლები, ან ვინმე მიიწევდა კიდევ ესეთი დაინტერესებული, შეიძლება ეს ყოფილიყო მწიგნობარიც და ფარისეველიც, გამონაკლისი იყო ასეთიც, როდესაც ასეთებიც დაინტერესდებოდნენ ხოლმე. და მოკლედ აი ერთ-ერთი ასეთ სახლშია იესო ქრისტე, როგორც ყოველთვის ეზოთსავსეა, ფაქტიურად სახლში შესვლა შეუძლებელია და ამ დროს მოყავთ განარღვეული. განღვეული ეს ძველი ქართულია, ნიშნავს დამბლად აცემული, პარალიზებული ადამიანი, რომელიც წოლი არის, ესე იგი საკაცით მოყავს, 4 ადამიანს მოყავს და უხედავენ რომ შეუძლებელია ესე იგი შესვლა არათუ ბინაში, არამედ ეზოშიც კი შეუძლებელია შესვლა და აქ ჩვენ ესე იგი ხედავთ საოცარ ფაქტს, საოცარ მოვლენას. ეს 4 ადამიანი სახურავს, ესე იგი ახდის სახლს და თოკებით ჩაუშვებენ საკაცეს. ნუ თვითონ ეს ფაქტია ხა ძალიან ესეთი წარმოუდგენელი რამ არის. ხლა ერთი მხრივ რასაკვირველია, დიდი ასურვილი განკურნების და მეგობრების გასაგები სურვილი, მაგრამ უცხო სახლში შეჭრა ეს წმინდა ფიზიკური ესეთი სახლის ასე ვთქვათ, აფორიაქება, ესე მარტივად რო ვთქვათ. და მეორე თვითონ უფალთან ურთიერთობა, ესეთი კადნიერი ურთიერთობა, ესე რო ვთქვათ, ჯიქურად მისვლა, რაღაცა წარმოუდგენელი არის ერთი შეხედვით, წმინდა, ასე ვთქვათ, ღვთისმოსაური, წმინდა რელიგიური, სარწმუნოებრივი ნიშნით, ახლა ვერ შედიხარ, ესე იგი, რაღაცა ღვთის განგება, შეიძლება რაღაცა დაიცადო, ან მოითმინო ეს ვითარება. გასაგებია, რომ ძიმე ავადმყოფია, მაგრამ მაინც არა ორდინალური ქმედება არა, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის? ორი საოცრება.
როდესაც ეს საკაცი უკვე ჩაუშვეს იქ სადაც ოთახშია იესო ქრისტე ხალხთან ერთად მას წერია რომ ესე იგიო იხილაო მათი დიდი სარწმუნოება ანუ მაცხოვარი აღთოვანდა რომ ეს ესე იგი ამაში დაინახა დიდი სარწმუნოება და კიდევ ერთი საოცრება ადამიანი ჩაუშვეს იმისთვის რომ ის არის განღვეული რომ ფალმა კურნება მიანიჭოს და ნუ ჯერათ რასაკვირველია ის დიდი ამით მათი სარწმუნოება რომ ჯერათ რომ აი უფალი ესე იგი თან თუ მიუახლოვდა უფალი განკურნავს მაგრამ უფალი არ ეუბნება რომ აი თქვათ არ კურნავს მას არამედ ეუბნება შვილო მოგეტევნენ ცოდვანი შენი აი ეს არის ძალიან საინტერესო ეს ორი ფაქტი რომ ერთი მხრივ ეს მიიღებულია უფლის მიერ როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი სარწმუნოების გამოხატულება და მერე განკურნების ფიზიკური კურნების ნაცვლად იგი კურნავს ოღონდ სულიერად და ცოდვებს მიუტევებს აი აქ არის სწორედ ძალიან დიდი კავშირი რწმენისა და სინანულისა და აი ამ ორი სათნოების ურთიერთმიმართებისა ჩვენ გვახსოვს იაკობ მოციქულის სიტყვები რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია და პირველი საქმე ღვთისმოსავი ადამიანისა სარწმუნოების საქმე ეს არის სწრაფვა მთელი არსებით სწრაფვა უფლისაკენ განცდა იმისა რომ უფლის მხოლოდ და მხოლოდ უფლის მადლთან შეხებით შეიძლება ადამიანმა მიიღოს სულიერი თუ ფიზიკური კურნება თუ სხვა რაიმე სიკეთე. და ეს ძლიერი წყურვილი უფალთან მიახლოებისა, მის მადლთან შეხებისა. ეს არის სწორედ რწმენის საქმე. ანუ ძლიერი სწრაფვა უფლისაკენ. ეს არის საქმე, რწმენის საქმე. მაგრამ აი აქ არის კიდევ ერთი საინტერესო რამ, რომ ვის აქვს ეს ძლიერი სწრაფვა? და ვინც ძალიან იტანჯება. მაგრამ უპირველეს ყოვლისა არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. და რატომ უპირველეს ყოვლისა სულიერად? იმიტომ რომ თუ ადამიანი გრძნობს თავის სულიერ სნეულებას, რაც ნიშნავს სულიერი სნეულება, ცოდვების სიმძიმეს, ტვირთს, ცოდვა ესე იგი არის სნეულება სულისა. ცოდვა არის და რაც უფრო იზრდება ცოდვა, მით უფრო სნეულდება სული. და თუ ადამიანი ხედავს ამ სნეულებას, სულიერ სნეულებას, ანუ აქვს ცოდვების ხედვა, განცდა ცოდვებისა. ის რასაკვირველია, პირველად მანე კარგად იცის, რომ ეს მისი ავადმყოფობა ცოდვების შედეგია და პირველ რიგში მას ცოდვები სიმძიმე სულიერად იმაზე მეტად სტანჯავს, ვიდრე ფიზიკური სიმძიმე. და ფიზიკურია ეს სნეულება. და მისი წყურვილი არის სულიერი განკურნება. ანუ რა ყოფილა ეს წყურვილის მთავარი მამოძრავებელი ძალა? ძლიერი განცდა თვისთა ცოდვათა, ძლიერი განცდა სულიერი სნეულებისა და ძლიერი სურვილი ამ ცოდვათაგან განთავისუფლებისა. და საიდან ჩანს, რომ ეს ნამდვილად ამ პიროვნებაში იყო და ბუნებრივია ეს მისი რწმენა გადაეცემოდა მის ახლობლებს, რომელთაც ის მოიყვანეს. იმიტომ რომ ეს ჩანდა, რომ ეს ადამიანი ძლიერად ისწრაფვის ღვთისაკენ და ეს ძლიერი სწრაფვა განსაზღვრა ძლიერმა სინანულმა. აი ამიტომ სინანული არის უმთავრესი საქმე რწმენისა. სინანული არის მამოძრავებელი რწმენისა. ადამიანის რწმენა იზრდება თუ მასში იზრდება სინანული. და აი საიდან ჩანს, რომ ეს ასეთი დიდი სინანულია, ასეთი დიდი წყურვილია უფლისაკენ, ნუ ჯერ ერთი როა ესეთი ჩავიდნენ და ეს ასე სახურავი ახსნეს და ჩავიდნენ, მაგრამ თავარი საიდან ჩანს ეს ყველაფერი და
უფალიც ამას აღიარებს, რომ იხილა მათი დიდი სარწმუნოება. იქიდან რომ უფალი აძლევს მას პირველ რიგში არა სხეულის კურნებას, არამედ სულის კურნებას და ეუბნება შვილო მიგეტევნენ ცოდვაში. ესე იგი პასუხობს იმ თხოვნას, რა თხოვნითაც ეს შევიდა. ნუ მაცხოვარმა ხო იცის ვინ არის ეს. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სახარებაში, რომ სწორედ დიდი სინანული იწვევს დიდ სწრაფვას, აი არსებობს ესეთი გამონათქვამი, რომ რწმენა ის კი არ არის, რომ ჩვენ ვაღიაროთ, რომ ღმერთი არსებობს. რწმენა არის ის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელია. არ შეგვიძლია სულ თქვა ჩვენი რწმენა. აი სულ თვის გარეშე, როგორც აი სულიერი სიცოცხლე რწმენის გარეშე წარმოუდგენელია და აი ეს ჟანგბადი სულიერი ეს არის აი ღმერთთან მიახლოება და ამიტომ ლოცვა და მარხვა კეთილი საქმე სათნოებანი აი ამის წყურვილი სათნოებათა წყურვილი ნიშნავს სწორედ იმას რომ ადამიანისთვის აი ეს არის საციცოცხლო და როდის ხდება ეს საციცოცხლო როდესაც კი მაშინაც როდესაც ადამიანს რაიმე ფიზიკური პრობლემა უჩნდება, ეს იქნება ჯანმრთელობა თუ სხვადასხვა ამ ქვეყნიური პრობლემები, მაშინაც ის უფლისკენ მიდის, მაგრამ გაცილებით უფრო დიდია ეს სწრაფვა უფლისკენ, როდესაც ის ხედავს თავის დასნეულებულ სულს, თავის სოდვების სიმძიმეს, სიმწარეს და შეძორწმუნებულია ამითი და პირველ რიგში ღმერთისგან ცოდვების მიტევებას ითხოვს და აი ეს ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ მაგალითს ძალიან დიდი სინანულის მაგალითს რომელიც ხდება საწინდარი დიდი სარწმუნოებისა და შედეგი დიდი სარწმუნოებისა კი გახლავთ უფლის მადლის მიღება, უფლის მადლთან ზიარება და სულის კურნებაც და ხორცის კურნებაც. აი ეს არის მთავარი თემა, ესე იგი აი ამ დღევანდელი სახარებისა და ჩვენ დიდ მარხვაში ვიმყოფებით და დიდი მარხვის მთავარი რეფრენი, მთავარი ლოცვა, ეს არის ეფრემასურის ლოცვა, რომელშიც მთავარი ესეთი მუხლი არის ჰე უფალო და მეუფეო მომანიჭე განცდა თვის და ცოდოთ. აი ეს უნდა იყოს ჩვენი თხოვნა, მთავარი თხოვნა და ფიქრი, რომ აი მოვიდეს ეს განცდა. მოვიდეს ამ განცდის გარეშე ქრისტიანული ცხოვრება არის ესეთი ჯერ კიდევ ძალიან ესეთი ნელთბილი და აი სულიწმინდის მადლთან შეხების ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეხლა წავიკითხოთ მეორე ნაწილი ამ სახარების. ხოლო იყვნენ მუნ სხდომარენი მწიგნობართაგანი და ზრახვიდეს გულთაშინა მათთა და იტყოდეს ვითარმეთ ესე გმობასა იტყვის. ვის ხელეწიფების მიტევება ცოდოთა გარნამ ხოლო საღმერთსა. ხოლო იესო მეხსეულად გულისხმახო სულითა რამე თუ ესრე ძრახვენ გულთაშინა მათთა და რქუამათ. რას ამაგას ძრახავთ გულთაშინა თქვენთა. რაი უადვილეს არის სიტყვად განღვეულისა ამის. მიგეტევნენ ცოდვანი შენი, ანუ თქვმათ. აღდეკ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე. ხოლო რაითა უწყოდეთ, რამე თუ ხელმწიფება აქვს ძესა კაცისასა ქვეყანასაზე და მიტევება ცოდვათა და რქუა განღვეულს ამას. შენ გეტყვი, აღდეკ და აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახით შენდა. და მეხსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თვისი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა ვითარმეთ განუკვირდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს ვითარმეთ არასა და ესრეთ ვიხილეთ. ესე იგი მეორე ნაწილი სახარებისა, ეს არის უკვე მაცხოვრის ურთიერთობა მწიგნობრებთან და ფარისევლებთან მთელი სახარება ეს არის
მაცხოვრის ურთიერთობა ან იმ ადამიანებთან, ვინც რწმენით მიდის მასთან, ან იმ ადამიანებთან, მის მიმართ უნდობლობას აცხადებს და აი როგორც პირველ ნაწილში ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ რაც უფრო დიდია რწმენა, მით უფრო დიდია ნაყოფი იმ ასე ვთქვათ ლოცვისა, ვედრებისა, ну შედეგი ჩვენი ლოცვისა იმდენად გვისრულდება ეს თხოვნა, რაც უფრო დიდია რწმენა და რწმენა დიდია, რაც უფრო დიდია სინანული. აი აქ პირიქით, რაც უფრო ნაკლებია სინანული, მით უფრო უნაყოფოა რწმენა. აი ამიტომ ვინ არიან წიგნობები და ფალისევლები ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ესენი არიან სჯულის მეცნიერები. განა ისინი თვითონ ისინი არ თვლიან, რომ ისინი მათ ღმერთი არ წამთ. პირიქით, მათ მიაჩნიათ, რომ მათ ყველაზე სრულყოფილი რწმენა გააჩნიათ. არა მარტო იციან, ვთქვათ, სჯული, სწავლება სჯულის, არამედ ყველაზე უკეთესად აღასრულებენ და სხვებს ზედამხედველობენ და სხვებს აფასებენ, რამდენად სწორია მათი აზროვნება, რამდენად სწორია მათი ცხოვრების წესი და ფაქტიურად მოსამართლეები არიან და თავი მიაჩნიათ სრულყოფილ მორწმუნეები. და ეს წარმოიდგინეთ, ეს სრულყოფილი მორწმუნეები შეიძლება ადამიანს მიაჩნდეს თავი სრულყოფილ მორწმუნედ, განათლებაც ჰქონდეს, ცხოვრების წესითაც ყველაფერს იცავენ სჯულის წესებს, მაგრამ თურმე შეიძლება რომ სრულიად გონება მათი იყოს სრულიად დაბნელებული. აი, საიდან ჩანს ეს ახლა მაგათი გონების დაბნელება? ну პირველ რიგში რასაკვირველია, ისინი გულში ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ გულში ამბობენ, რომ აი ახლა აი ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ ეს პიროვნება არის თვითმარქვია. ანუ იგი მიიწერს უფლის, ასე ვთქვათ, ღვთაებრივი ხელმწიფებას მიიწერს, რომ თითქოს მას აქვს ეს ღვთაებრივი ხელმწიფება და ვის აქვს უფლება რომ მიუტევოს ცოდვანი, მხოლოდ ღმერთს. ესე იგი, ეს არის თვითმარქვია, ეს თავს აცხადებს, რომ აი უფლის ხელმწიფებას ფლობს, ღვთაებრივ ხელმწიფებას ფლობს. და აი ამ დროს მაცხოვარი, რასაკვირველია, ის არის გულთა მხილავი და ეუბნება, რომ აი თქვენს გულში ამბობთ, რომ მე არა მაქვს ამის უფლება. და თვლით, რომ ყველა შეუძლია თქვას, მიგეტევრენ ცოდვანი, ვერავინ ვერ გაიგებს ეს ცოდვანი მიეტევა, არ მიეტევა, ანუ ეს არის რაღაც ასეთი სიყალბე, რომელიც არ ჩანს და ამიტომ ვერავინ ვერ შეამოწმებს. მიეტევა ამ ადამიანს ცოდვები თუ ვერა და აი თქვენ ხო ესე ფიქრობთ, რომ ჩემი სიტყვები ამას ნიშნავს. და ხო მიგაჩნიათ, რომ ესა ძალიან ადვილია ამის თქმა, მაგრამ აი აბა თუ ხელმწიფება გაქვს, აი უთხარი რომ განიკურნოს და აღდგეს სხედრიდან. ხო ასე ფიქრობთ? აი ახლა რომ დარწმუნდეთო, რომ მე მაქვს ამის ხელმწიფებაო, აიო, ახლა შეხედეთო და აი აღდგეს. ხო და ნუ არაფერი აღარ აქვს სათქმელი მათ, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ესე იგი მათი გულის რახვანი ესე ვთქვათ, მან გაიგო და უთხრა ამის შესახებ, რომ ეს მან იცის. აღადგინა გარღვეული ფიზიკურათაც, გარდა იმისა, რომ ცოდვები მიუტევა. ანუ ღვთაებრივი ხელმწიფება გამოჩნდა და მაინც ვერ დაიჯერეს. რატომ? იმიტომ რომ ამას ქვია გულის გაქვავება, ამას ქვია გონების დაბნელება. ბოლოს და ბოლოს დააბრალეს რა მაცხოვარს, რომ ბოროტი სულის ძალით მოქმედებს, ჯადოქარია, ორჩა. და რატომ? იმიტომ რომ გული გაქვავებულია, გონება დაბნელებულია და რატომ, ესეც კიდევ ერთხელ, რატომ არის ასე? იმიტომ რომ მათ არ ქონდათ განცდა ითვისთა ცოდვათა. ისინი არათუ ვერ ხედავდნენ, არც ეძიებდნენ თავის ცოდვებს. იყვნენ თვითკმაყოფილებაში და ეს არის მთავარი, რომ ესე იგი ერთი პოლუსი არის ღრმა სინანული, მეორე პოლუსი არის თვითკმაყოფილება, საკუთარი თავით კმაყოფილება და
თვით დაჯერება და ყველა რასაც ფიქრობს ადამიანი, რომ აი ყველაფერს სწორად ფიქრობს და აი ეს ამპარტავნება, ეს არის თავდაბლობის საპირწონე. და ეს ამპარტავნება ღუპავს ადამიანს და ვეღარ ხედავს იგი ღმერთს და დღეს რო ადამიანებს ან გვაქვს საერთოდ რწმენა არა აქვთ, ან რწმენა გვაქვს, მაგრამ არის ზედაპირული. ეს იმიტომ რომ აი ჩვენ სწორედ ვართ ამპარტავნებაში. ჩვენ არა გვაქვს განცდა თვისთა ცოდოთა და ეს აი რო უყურებთ ამ წიგნურებს და ფარისევლებს ჯვარზე გააკრეს და ოხრაცუდები არის და ჩვენა ვართ ეს. როდესაც ჩვენში სინანული კლებულობს და ამპარტავნება იზრდება. დიახ, აი ეს უნდა მოვიდანიოთ ამ დიდ მახვაში. ჩვენ მგონია რომ ის ცუდები არიან და აი ჩვენ ისა ვართ კარგები. ნუ შეიძლება ახლა ესეთი დიდი სინანული დარწმენა არა გვაქვს, მაგრამ ნუ ახლა იმდენი გვაქვს რომ უკლედ ასე ვთქვათ და არ არის ესე. არ არის ესე, არა გვაქვს ეს რწმენა და სინანული ისეთი როგორიც უნდა იყოს და ამ გზაზე არ დგავართ. არ დგავართ, იმიტომ რომ კმაყოფილდებით, რაღაცეებით კმაყოფილდებით და აი ეს უკმაყოფილება უნდა მუდმივი იყოს, ოღონდ ეს უკმაყოფილება არ არის დარდი, არ არის სასწარკვეთილება, არ არის რაღაცა არასრულფასოვნების კომპლექსი, როგორც ახლა ხშირად ამას ამბობენ, რომ რაღაცა ადამიანის ნერვიული მდგომარე არა. ეს არის მუდმივი სწრაფვა იდეალისკენ, მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ, გვეუბნება სახარება. იყავით სრულით არცა მამაი თქვენი ზეცათა ისრულარს. აი მას გვეუბნება და ეს ამისკენ სწრაფვა, ამისკენ და მუდმივად აი პასუხისგებლობის გახსენება, რომ ჩვენ ბევრი რამ ვერ შევძელით, ამის აღმოჩენა, მონანიება, ცდელობა გამოსწორების. აი ეს არის ქრისტიანული ცხოვრება და დიდ მარხვაში ეს ყველაზე მთავარი დრო არის ამისთვის მოცემული, რომ ვიშრომოთ სულიერი შრომისთვის არის ეს ჯამი და აი ერთმა შეგვაძლებინოს რომ ეს დიდი მარხვა ისე გავატაროთ, რომ მიუახლოვდეთ უფალს და ჩვენი სულიერი და ვიხილოთ აღდგომის დღეს ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების აღდგენა და განახლება. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გავგითენოს ჩვენთან არს ღმერთი.